კი, და უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანის პროექტი არ შეჩერდება, აცხადებს ალუდა გოგლიჩიძე, რომელიც გახავთ მინისტრის მოადგილე, რაც იქნება შესაძლებელი შევცვლით, რაც არ იქნება შესაძლებელი არ შევცვლით, აცხადებს მინისტრის მოადგილე. ძალიან ლოგიკურად. განათლების მინისტრის მოადგილე. სასწრაფო დახმარება, რომელიც გამოძახებიდან 30-40 წუთში მოდის. ქუთაისში სასწრაფო გამოძახების ცენტრალიზებული სისტემის შეცვლას ითხოვენ და ერთ-ერთი ადამიანი ამბობს, რომ მუშა მყავდა სახლში, რომელმაც შემთხვევით ხელი გადაიჭრა მაჯასთან, რადგან ჭრილობა ღრმა იყო, ძალიან შეგვეშინა და გამოუძახეთ სასწრაფოს, რომელმაც იმდენად დაიგვიანა ლამის კაცის სისხლისგან დაგვეცალა, მთავარია რომ ლამის, მაგრამ გუგული მაღრაძე ამბობს, მე ვურჩევ ამ ადამიანებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სახელზე შემოიტანონ განცხადებაო. და განვაგრძობ გაზეთ ვერსიის მიმოხილვით. ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ვერსია ცესკოს თავმჯდომარესთან ზურაბ ხარატიშვილთან, რომელიც ამბობს, რომ ჩვენთან ყველა პარტია საბჭოთა ტიპისაა და თავისი ბელადი ჰყავს, რომელიც არასდროს იცვლება. ერთადერთი გამონაკლისი ახალმა მემარჯვენეებმა დაუშვეს, როცა გამყრელიძემ თქვა წავალო და მართლა წავიდა. ეს პრეცედენტი არ და ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოსო. არჩევნების მერე ძალოვანი ორგანოებიდან გათავისუფლებული 1300 თანამშრომლის უფლებებს დავიცავთო, ამბობს ირაკლი ფირცხალავა, რომელიც გახლავთ ლიგის ერთ-ერთი ლიდერი. და ერთი საინტერესო ინფორმაცია, წინა კვირას ვქონდა ამბავი, თუ როგორ ჭამს 19 წლის მოზარდი კატის ბეწვს და ამტკიცებს, რომ დელიკატესია. როგორც აღმოჩნდა, ასევე არის ადამიანი, რომელიც მანქანის საბურავებს მიირთმევს და ეს გონია დელიკატესი. მე ვიცი ადამიანი, რომელიც შუშავს. ყველაზე უცნაური რაღაცებს. ძლდება. ცარცაც ხო ჭამენ რაღაცას განიცდის ნაკლებობას. კალცი. და ალბათ რეზინის ნაკლებობა. და ჯემალ ტკუასელთან არის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ სინდისსა და კაცობას გეფიცებით, ჩემს სამშობლოსთან არაფერი შემშლიაო. ალბათ იცით, რომ ერისიონმა კონცერტი გამართა რუსეთში, მათ შორის რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, რამაც გარკვეული ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია და სამშობლოს ღალატშიც კი დასდეს კვალი. უკვე ეს თემა ძალიან აქტუალურია პრესაშიც და ვაშაკიძეს ვეკითხები, ქართულ ბიჭებს ქუჩაში რომ კლავდნენ, მაშინ მთავრობაში არ იყვნენ, ქუჩაში ხალხს რომ ხრედნენ, თვითონ სადღაც ერთობოდნენ, ეს არ იყო საფლავებზე ცეკვა. ვერ დაგვჩაგრავენ, მართალი ხალხი ვართ და ამიტომ თავი დავგვანებონო, ამბობს ანსამბლ ერისიონის ხელმძღვანელი. გადავდივარ ჟურნალ თბილისელებზე, სადაც წაიკითხავთ, როგორ ცხოვრობს ლიბანში ნიკა ცკიტიშვილის ოჯახი და რა დაანაწკლა ზაზა ფაჩულიამ მის ქალიშვილს. ალბათ იცით, რომ კალათბურთელზეა საუბარი. და მისი მეუღლე სოფო გოგებაშვილი ამბობს, რომ როდესაც ნიკა ინდივიდუალურად ვარჯიშობს, დარბაზი მარტოა და ლიზიც მიჰყავს. ნიკა ხუმრობს, ლიზი ჩემი პირადი ტრენერიაო. გიო ჯერ არ მიჰყავს შენს მეუღლეს ვარჯიშზე? ჯერ არა, ალბათ ფეხს რო აიდგავს მსგავსი. და სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერდა, 3 წელი ეხვეწებოდნენ, მაგრამ თავს იკავებდა, ახლა კი გარისკა და გაამართლა. ისეთი კმაყოფილი ვართ, ნიკასულ იმას ამბობს, აქამდე სად ვიყავითო. რატომ დააიგნორა მომავალმა შეყვარებულმა თამთა შედანია და ვინ იყო მათი ურთიერთობის წინააღმდეგი? ამას წაიკითხავთ ასევე ჟურნალ თბილისელებში. თამთა ამბობს, ჩვენ წარსულით არ ვცხოვრობთ, ჩვენი ურთიერთობა მომავალზეა გათვლილი, ამიტომ ხელს არ გვიშლის ის ფაქტი, რომ ერეკლეს შვილი ჰყავს და არც ის რომ მეგობარი გოგონა ჰყავდაო. დღეისათვის სულ ეს იყო, დღეს ორშაბათი იყო და ბევრი ჟურნალ გაზეთი გამოიცემოდა, ამიტომ შევეცადე მაქსიმალურად მომეწოდებინა ყველა ინფორმაცია. ხვალ ისე გვექნება პრესის მიმოხილვა ტრადიციული რუბრიკა. მადლობა ლევან, ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ამინდის პროგნოზით დაგიბრუნდებით, შემდეგ კი ჩვენი სტუმრები იქნებიან გიომ გელაძე და ბესო ხვედელიძე. დავბრუნდით და მოდი გავიგოთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს სრულიად საქართველოში. დღეს ჩვენ დედაქალაქში მზიანი ამინდია, როგორც იცით, დღისით 17, ღამით 5, ძალიან მიხარია. ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა წვიმაც არის მოსალოდნელი, დღისით 19, ღამით 9, ფოთშიც ასევე მზიანი, თუმცა წვიმიანი ამინდია, დღისით 19, ღამით 11, ბათუმში მზიანი ამინდია, დღისით 17, ღამით 10, სოხუმშიც ასევე მზიანი ამინდია, დღისით 16, ღამით 11, გუდაუთშიც მზიანი ამინდია, თუმცა ღამით ყინვა იქნება შენარჩუნებული, დღისით 3, ღამით -5. გორში ცვალებადი მოღრუბლულობაა, დღისით 14, ღამით 0, თელავშიც ასევე მზეანათებს, დღისით 16, ღამით 3. ამ და სხვა ქალაქის ამინდის პროგნოზს კარგად დააკვირდით, იმისათვის რომ იცოდეთ როგორი ამინდი გელოდებათ.
მაღვიძარა პირდაპირ ეთერშია 13 მარტს კინოთეატრ ამირანში გიომ გელაძის სადებიუტო წიგნის SMS-ის პრეზენტაცია, რომელიც 28 მოთხრობას და 2 პიესას მოიცავს. წიგნის წარდგენასთან ერთად გიომ გელაძის 4 ფილმი იქნება ნაჩვენები. ჩვენთან სტუმრად სწორედ რეჟისორი და უკვე მწერალი გიომ გელაძე და წიგნის რედაქტორი ბესო ხვედელიძე არის. დილამშვიდობისა. გიომ თქვარო ცხოვრებაში მგონი პირველად ადგა ასე დილადრიან. ცხოვრებაში პირველად მოვიტყვეს იმატყუარაც არა ვარ. გურიელის გემრიელ ჩაი შემოგთავაზებთ. სიამო გურიელის სიამოვნებით მადლობა. პირველად ცხოვრებაში არა, ბოლო 1 წლის განმავლობაში და იმედია რომ სუაპირებდი და დღეიდან დავიწყე. კარგია რომ აღვძარა მე სპიც გიმოგცათ. ია თეატრსა და კინოში ექსპერიმენტების მომხრე ხარ. სულ ამბობდი რომ ნამდვილი ხელოვნება რევოლუციის გზებით, სულ მუდმივი ძიებით იბადებაო და ეს წიგნიც ხომ არ არის ექსპერიმენტის, აი რამე ძიების შედეგი. იმიტომ რომ ვიცი რომ აქამდე წერდი და მხოლოდ ჰობის დონეზე იყო. ხო და ექსპერიმენტი აუცილებელია ექსპერიმენტის გარეშე თან მე ვარ მომხრე ექსპერიმენტის ცხოვრებაში და ხელოვნებაში ხო აუცილებელი ექსპერიმენტი არტი თან მე ვარ როგორც ცხოვრებაში ასევე ხელოვნებაში განსაკუთრებით რადიკალური ექსპერიმენტები ცხოვრებაში მაინც რადიკალურმა ექსპერიმენტებმა შეიძლება ისეთი შედეგები მოიტანოს და ხელოვნებაში ჰეჯ თუ აილეწები აილეწები რა, ოღონდ არტში აილეწები რა და არა რეალურად. და ხო, რადიკალური ექსპერიმენტები. აქ რამდენად ექსპერიმენტულია, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ის არის რაც მე დავწერეთ რა. ვიღაცისთვის ექსპერიმენტალურია, ვიღაცისთვის რადიკალურია, ვიღაცისთვის მაკულატურა, ვიღაცისთვის ეს ციგნი, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ციგნი კულტურის ნაწილია ვიღაცის მასკულტურა და ვიღაცის კონტრკულტურის ხო SMS. ნუ ლოგიკურია რომ SMS-ის ადრესატი მკითხველია, მაგრამ მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი რა არის იქნება? ის რა არ მიფიქრია ბევრი სათაურზე და ძალიან ესეთი ბანალური სათაური SMS-ის ეპოქაში ვცხოვრობთ, მოკლე ტექსტური შეტყობინების ეპოქაში, თან არის აქ რაც არის წარმოდგენილი, არის ძალიან მოკლე ნოველებია. და 2 პიესაც კი რომელიც არის ისიც არის ერთაქტიანი ერთ-ერთი დაუდგი გაიღმეჭდი გამოფხდება და ისიც არის გამოვიდეს ერთაქტიანი და ნუ პირველად პრემიერაზე იყო საათი და 7 წუთი გრძელდებოდა და მე 17-ზე უკვე რო გადავამონტაჟე და მივიღე ის რაც მინდოდა 57 წუთი გაგრძელდა. ანუ სპექტაკლისთვის ესეც რაღაცა შორტია რა, ესეც SMS-ია, ოღონდ თეატრალური. სცენარების ავტორი კი იყავი, მაგრამ ხომ არ ნერვიულობ რომ საზოგადოებამ როგორც მწერალი ისე უნდა შეგაფასოს. არანაირად არ ნერვიულობ, პირიქით მიხარია რომ აი ამას აი ესე უშვებ, იმიტომ რომ პირველად იყო სიტყვა ხო და მე ჯერ წერდი და მე მივედი კინომდე, ხო პირდაპირ კინოს გადაღებას ვერ დავიწყებდი. და ნუ საბოლოოდ აი ბესომ დახურა, იმიტომ რომ ისე მინდა გითხრათ რომ აქ ეს არის ნანუკაჩიჩუას დიზაინია გამოიცა ახალ საუნჯეში, ბესო იტყვის ამაზე და ეს დიზაინის ნაწილია 16+, მაგრამ კონცეფცია კი არა და აზრიც დევს, რომ გასათვალისწინებელია. მაგრამ მეგონის 60- 16+ და 60- უნდა დამოწერა. ბესო ამბიციურია შენი შეფასება წიგნთან დაკავშირებით, ციტირებ რომ ეს არის SMS-ი არის პირველი ბოლომდე გულახდილი წიგნი საერთოდ საქართველოს ისტორიაშიო. გულახდილი რატომ ავტორია გულახდილი თუ? ამ სიტყვებზე უარს არ ვიტყვი და ეს თვითონ წიგნი დაგიმოწმებთ ამას. ავტორია გულახდილი თუ ის პიესები, ანუ რას გულისხმობდი ამ სიტყვაში? აი ეს ყველაფერი, რაც აი ამ წიგნში წერია, ეს ტექსტი, რომელიც მოინდომა რომ წიგნად გამოეცა, შეეკრა რაღაცნაირად ვერ ჩვენ მეგობრები ვართ ძველი და დავკავშირდით და ესე გამოვიდა რომ ეს ყველაფერი მე მომიწია ამის მთავარი რედაქტორი ვარ წიგნის წაკითხვა და ამ ყველაფრის რედაქტირება საკმაოდ რთული სამუშაო გავწიეთ ზვიშრომეთ გადაგზავნა გადმოგზავნებით აქეთ-იქით და საბოლოო ჯამში ნუ ეს წიგნის ფორმი იყო ეს რადიკალური ახსენეთ ხო ეს ალბათ ყველაზე რადიკალური წიგნია რაც კი გამოცემულა საქართველოში ამ ბოლო წლებში ამ ბოლო წლებში კი არა საერთოდ ალბათ. ასევე თქვენი სიტყვებია რომ აქ არის კაბრეზი, სარკაზმი და გულწრფელი ქართული პორნო. ცოტა მეშინია კიდეცო, მაგრამ არაუშავს ომამდე ტანკისტები ვიყავით. რისი გეშინია საზოგადოების რეაქციის? აქ არის ეს მართლა ესეთი გულახდილი და გულწრფელი და ესეთი ალალი ტექსტებია, აი ესეთი პირდაპირ როგორც გიო არის თვითონ
რომ საკმაოდ აი ეს შრომა გვიწევდა ამ წიგნზე მუშაობის დროს გიომ მოინდომა რომ მე როგორც ვფიქრობ და ვაპარაკობ აი ისეთი იყოსო ყველა ტექსტიო და ეს რედაქტირების დროს ცოტა სირთულეს წარმოადგენდა რომ მე უნდა რაღაცნაირად მივიყოლოდი გიოს ხმას უნდა მივიყოლოდი იმის გულისცემას და ნუ საბოლოო ჯამში მე ყვაყოფილი ვარ რა საბოლოოდ არ გვეშინია იმიტომ რომ ესეთ ლიტერატურას ესეთ ხელოვნებას როგორც წესი უპირისპირდებიან მორალისტები დიდაქტიკოსები ესენი არიან მორალისტები და დიდაქტიკოსები არიან ყველაზე მატყუარა და ფარისეველი ადამიანები სკაბრეზიც ეროტიკაც და ის სიშიშვლე რომ მეორე დღეს რო ქადაგებს წინა დღეს რა ვიცი ანანესებით არის დაკავებული დეიდაშვილს ყავს წარმოსახვაში ამ დროს ხო და ესეთ მორალისტები დაგვიპირისპირდნენ ვის უკვე დაგიპირისპირდნენ თუ გეშინიათ რომ დაგიპირისპირდნენ ალბათ ესეთ მორალისტებზე და ესეთ ტიპები დაუპირისპირდებიან თუ გაბრაზდებიან თუ აღშფოთდებიან და გამოთქვამენ ალბათ თავიანთ რადიკალურ აზრს ეს ისინი არის სარკესავით არის რა ძალიან ბევრს ჩაახედავს ადამიანი იმდენად წინასწარი მოლოდინი დადებითი არ არის მაინც რომ ყრილებითაც და სისპეტაკითაც რო ხო უცველობაზე უფრო ღიზიანდებიან და მე გიოს მინდა ერთი კითხვა დავუსვო ჩვენთან სცენარი გახდა დეფიციტი მართლა ანუ რეჟისორებს უჭირთ რაღაცა იპოვონ იჭირა დაწერილი სცენარი თუ რამე სცენარზე თუ მუშაობ ხა შენ და იცი რა სპექტაკლის სადღაც თუ აპირებ სპექტაკლის აქ ორი სპექტაკლი ორი პიესა იმაგო მუნდი არის მეორე ეხლა დაწერილი რომლის დადგმასაც ვაპირებ და რომელიც უკვე წარადგინა საბაზე ხო გამოცემობა წარადგინა საბაზე და იმედია დავდგამ და ძალიან გამეხარდა ჩემი თვითონავე გადავიღე 4 წლის წინ და მე გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო 4 წელია კინოს ვეღარ გავეკარე მიუხედავად იმისა რომ ამ სამი ძველი მოკლემეტრაჟიანი არა მეგობრა რომ ატვალაბად და ტიბეტს ვაჩვენებ მაყურებელს ამირანში სამეჩი და ერთ ახალ ფილმს უბიუჯეტო ფილმს მსახიობი ჩამოფრინდა ნიუ-იორკიდან იმდენად მოეწონა სცენარი და ითამაშა მსახიობი არის გოგო და ანუ ფაქტიურად რეალურად დაგვეხმარა კინოსტუდია სტენლი და ესე გადავიღეთ ეს ფილმი და რო არა ის პაუზა ეს ინიციალ არ გამოიცემოდა და დარწმუნებული ვარ ის სპექტაკლი კომერციული გათვლა როდესაც ამ წიგნს წერდი იცი რა კომერციული გათვლა მექნება იმ შემთხვევაში თუ ეს ითარგმნება სხვადასხვა ენებზე მრავალმილიონიან რაინაზეც მრავალი მილიონი საუბრობს მეტყველებს და კითხულობს და იქ თუ გაიყიდება თორე საქართველოში როგორც მითხრეს 2000 წელით და 3000 წელით თუ გაიყიდა ესეც ბესტსელერია და იქიდან ავტორის არის 10 როზე აი და მოკლედ 300 ლარი იქით 300 ლარი აქეთ ეხა კომერცია აი კიდევ ერთხელ გითხარით რა ფილმები იქნება წეგან კი ახსენეთ მაგრამ 4 ფილმია